საქართველო ვეფხისტყაოსნის, სტუმართმოყვარეობისა და ღვინის ქვეყანასთან ერთად ის ქვეყანაცაა, სადაც ახალბედა, გამოუცდელი მძღოლების მიმართ სტაჟიან მძღოლებს ტოლერანტობა და სოლიდარობა არ ახასიათებთ. ჩვენი ტემპერამენტი და ეგოცენტრულობა გზებზე დიდ დაძაბულობას ქმნის, რაც ნორჩი მძღოლებისთვის დიდი თავისტკივილია. ამას დაუმატეთ ის დაბნეულობაც, რაც დამწყები მძღოლისთვის მანქანის შერჩევასთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ კრისტალაუტო პირველი პრობლემის აღმოფხვრაში ვერა, მაგრამ მეორე საკითხის გარკვევაში დაგეხმარებათ. საქართველოში ყოველწლიურად მართვის მოწმობის ასაღებად საშუალოდ 160,000 ადამიანი რეგისტრირდება. მათი 30%, რაც დაახლოებით 50,000 ადამიანს შეადგენს, ამ გამოწვევას თავს წარმატებით ართმევს. სწორედ ამიტომ ვიფიქრეთ, რომ გამძლე და საიმედო პირველი ავტომობილის შეძენით ბევრი ადამიანი იქნებოდა დაინტერესებული. თანაც თუ ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობას და გონიერებას გავითვალისწინებთ, $5,000 ის საფასო კატეგორიაა, რისი გადახდაც პირველი მანქანის სანაცვლოდ რეალისტურიცაა და გამართლებულიც. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ. ამ ვიდეოში იმ 8 გამძლე და გამომდგარ პირველ ავტომობილზე ვისაუბრებთ, რომელსაც საქართველოში მეორეულ ბაზარზე $5,000-მდე შეიძენთ. $2008-2017 წლების Ford Fiesta. თუ ზოგადად Ford's, განსაკუთრებით კი Fiesta-ს ცოტა ალმაცერად უყურებთ, გეტყვით, რომ ეს ავტომობილი დიდ ბრიტანეთში თავისი კლასის ბესტსელერია. ჩვენი სიისთვის მოდელის მე-6 თაობა შევარჩიეთ, რომლის წარმოებაც 2008 წელს დაიწყო და 2017-ში დასრულდა. მწარმოებელმა ეს მანქანა 2013 წელს განაახლა, რის ფარგლებშიც Fiesta-მ 1 ლიტრიანი EcoBoost ძრავა და არც მეტი არც ნაკლები Aston Martin-ის მსგავსი ცხაურა მიიღო. მე-6 თაობის მცირე ზომის ჰეტჩბეკი რამდენიმე ვერსიად გამოდიოდა. მათ შორის გახდათ ავტომოყვარულებისთვის საინტერესო და საყვარელი ესტიც. თუმცა საიმედოობის კუთხით მაინც 1.25 litrიან Fiesta-ს გამოვარჩევთ, რომელიც 82 ცხენის ძალასა და 114 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. დიახ, ეს აგრეგატი შესაძლოა ცოტა მოსაწყენი გეჩვენოთ, მაგრამ გაყინულან პირიქით გავარვარებულ სახელოსნოში უქმეების გატარებას ჯობს ისევ 82 ცხენის ძალით გამოწვეული მოწყენილობა გერჩივნოთ. იმ შემთხვევაშიც თუ ძრავა მწყობრიდან გამოვა, მის შეკეთებას ჯუმბერ კრედიტის შეწუხების გარეშეც თავისუფლად გასწოდებით. ამ აგრეგატის საიმედოობაზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ერთ დეტალსაც გაგიმხელთ. მანაწილებელი ლილვის ღვედი შეცვლას 10 წელიწადში ან 150,000 კილომეტრზე ითხოვს და ვინ იჩერებს პირველ ავტომობილს ამდენი ხნის განმავლობაში? თითქმის არავინ. მიუხედავად იმისა, რომ Fiesta-ს სიმძლავრით კარგი მტვერსასრუტის მფლობელსაც ვერ გააკვირვებთ, მისი მართვა დადებით ემოციებს მაინც მოგანიჭებთ. ლურჯი ოვალის ეს ავტომობილი თავისი სიმსუბუქითა და მანევრულობით ქალაქში გარანტირებულად გასიამოვნებთ. მიუხედავად დადებითი ეპითეტებისა, სამწუხაროდ ამ სამყაროში იდეალური არაფერია. Fiesta-ს ყველაზე გავრცელებულ ავადმყოფობად სალონში წვიმის შეღწევა და საჭის სისტემის მოძრაობისას უსიამოვნო ხმების გამოცემა ითვლება. მოიღელვებთ, ორივე პრობლემის მოგვარება იაფი და მარტივი გახლავთ. სწორედ ამიტომ ეს Ford Fiesta დამწყებ მძღოლებს ნამდვილად გამოადგება და ყიდვას 1 წუთითაც არ იდანებენ. ხოლო როცა მისი შეცვლის დრო დადგება, გაყიდვისას შესაძლოა ემოციებიც კი ვერ შეიკავონ. 2006-2019 წლების Opel Corsa. Opel-ს საქართველოში ტყვია გაუმტარის რეპუტაცია რომ აქვს, ეს თქვენთვის ახალი არ იქნება. 90-იანი წლების მეორე ნახევრის და 2000-იანების დასაწყისის გაჭირვება საქართველოს სწორედ ამ მანქანებმა გადაატანინა. წარმოიდგინეთ, რომელ სინთეთიკურ ზეთს და რა ინტერვალებით ჩაასხამდნენ ადამიანები ავტომობილში, როდესაც ზეთი სახლებში კერძის მოსამზადებლად ჭირდა. მოცა. ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, როგორც ხედავთ 70%-ზე მეც არხი გამოწერილი არ გაქვთ.
მოგწონთ თქვენი საქციელი? და ჩვენი ვიდეოები? გამოიწერეთ არხი და მოგვეცით დამატებითი мотиваცია. უფასოა. თქვენ წარმოიდგინეთ და თანამედროვე Opel-ის მოდელებიც გამოირჩევა საიმედოობით. ზუსტად ისეთი საიმედოობით, როგორიც დამწყებ მძღოლს სჭირდება. ასეთ ადამიანებს 2007-2019 წლებში გამოსულ Opel Corsa-ს ვურჩევდით, რომელიც ძრავების მრავალი კონფიგურაციით გამოდის. ყველაზე დიდ რეკომენდაციას 1.2 ლიტრიანი აგრეგატით აღჭურვილ მოდელს გავუწევთ, ხოლო ყველაზე ნაკლებს 3 ცილინდრიან 1 ლიტრიან ძრავას. ამ უკანასკნელს უბრალოდ მოერიდეთ. ასევე კარგი არჩევანია 1.4 litrიანი ვერსიებიც. Corsa-ს შეძენისას ყურადღება ძრავის ღვეძს უნდა მიაქციოთ. თუ ავტომობილის შემოწმებისას თქვენ ან თქვენი თანმხლები კომპეტენტური პირი მის ჟღრიალს გაიგებთ, იცოდეთ, რომ ის სასწრაფოდ შესაძლებელია. ამ ოპერაციისთვის კი გარკვეული თანხაა საჭირო. ასევე ამ თაობის Corsa-ში გავრცელებულია გამათბობლის პრობლემები. შეამოწმეთ, როგორ გამოდის ჰაერის ნაკადი არხებიდან 4-ვე კბილზე. ამის შეკეთება ძვირი არ დაჯდება, მაგრამ მაინც გათბობა საჭიროა. ისე კი გეტყვით, რომ Corsa-ს მოდელები მარტივად შესაკეთებელი, მარტივად მოსახმარი და სწორი მოვლის პირობებში ძალზედ საიმედოა. ხოლო თუ გაგიმართლებთ და ხელში SXi ან limited პაკეტი ჩაგივარდებათ, მაშინ ცოტა სპორტული ვიზუალი და კომფორტის დამატებითი საშუალებებიც არ მოგაკლდებათ. მოდი, ვაღიაროთ ისიც, რომ Opel-ს ზოგადად საკმაოდ მოხდენილი და სადა სტილი აქვს. ამ მიზეზით კი ყოველ დილას მისი პარკინგზე დანახვა, კარის გაღება და საჭესთან მოკალათება ნამდვილად არ დაგესარებათ. 2006-2019 წლების Toyota Yaris-ი. და აი პირველი სამურაიც გამოჩნდა. და თან რომელი? თვით Toyota. სიტყვა გამძლეობის სინონიმი ავტოინდუსტრიაში სწორედ ხომ Toyota? თუ Opel-ი ტყვია გაუმტარს შევადარეთ, მაშინ ეს იაპონური ბრენდი ვალერიული ფოლადია სამეფო კარის თამაშებიდან. Corsa-სთან და Fiesta-სთან შედარებით, Yaris-მა ლამაზი ვიზუალი შეიძლება ვერ დაიქვეყნოს, მაგრამ მისი გრძელვადიანი პერსპექტივით შეძენა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ასე ფულსაც და ძვირფას ნერვებსაც დაზოგავთ, რომლის უჯრედებიც ზახარიც თუ დაუჯერებთ. აჰა, 2006-2019 წლებში გამოშვებული Yaris-ის ყველა ძრავა საიმედოა. 1 litrიან ან 1.3 litrიან ვერსიებში კი არაფერი ბუჩდება. Toyota-s ყიდვის კიდევ ერთი პლუსი ღირებულების შენარჩუნებაა. ამ მანქანებს ფასი თითქმის არ აკლდება. მეტიც, შესაძლოა ის იმაზე ძვირადაც გაყიდოთ, ვიდრე შეძენისას გადაიხადეთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მანქანა სერვისის და მოვლის გარეშეც არ ბუჩდება. ეს ცოტა ხუმრობით. რა თქმა უნდა, გამძლეობის ექსპერიმენტის ჩატარებას არავის ურჩევთ. არა, პირიქით, თუ გსურთ, რომ მანქანა დიდხანს გემსახუროთ, 10,000-15,000 კილომეტრზე სერვისი აუცილებელია. ერთადერთი რაც მეორადი Yaris-ის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ, კოროზია. სამწუხაროდ იაპონური ავტომობილების თუნუქი ჟანგვისკენ უფრო მეტადაა მიდრეკილი, ვიდრე მისი გერმანული ან ამერიკული კონკურენტები. ასევე ყურადღება მისაქცევია მოდების კუროც, იგივე კონუსი. თუ რა თქმა უნდა, მექანიკური კოლოფით აღჭურვილ მოდელს გადააწყდებით. გაითვალისწინეთ ეს დეტალები და Yaris-ის შეძენის შემდეგ ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება. 2005-2017 წლების Suzuki Swift-ი. თუ Yaris-ივით გამძლე, მაგრამ შედარებით უფრო სპორტულ მოდელს ეძებთ, მაშინ Suzuki Swift-ი ბრწყინვალე არჩევანია. Bazooka Swift-ი ჩვენს ქვეყანაში ხშირად ყურადღების მიღმა რჩება, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასამართლიანია. 2005-2006 წლებში ამ ჰეჩბეკმა ევროპის საუკეთესო ავტომობილის ტიტული დაიმსახურა, რითაც კომპაქტური მოდელების კლასი შეიძლება ითქვას, რომ შეაზანზარა. როგორ? ნუ გაგიკვირდებათ. ზოგადად დაიმახსოვრეთ, მეგობრებო. პატარა კაცების ყოველთვის უნდა გეშინოდეთ.
2005-2017 წლებში წარმოებული Swift-ის შეძენა 1.3 ლიტრიანი ან 1.5 ლიტრიანი ძრავით არის შესაძლებელი. ამ ორიდან 1.3 ლიტრიან ვერსიას ვუწევთ რეკომენდაციას, რადგან უფრო ეკონომიურია. გეტყვით იმასაც, რომ ორივე ძრავა ღვედის ნაცვლად ჯაჭვზე მუშაობს. ასე რომ, თუ დაქოქვისას ან ძრავის მუშაობისას მეტალის ჟღრიალის ხმას გაიგებთ, ეს მომავლის წამაღო განვითარებას ნამდვილად არ მოასწავებს. Swift-ის შეძენისას ყურადღება ორივე ტიპის გადაცემად აკოლობს. მექანიკურსაც და ავტომატურსაც უნდა მიაქციოთ. იშვიათად, მაგრამ მაინც ყოფილა შემთხვევები, როდესაც Swift-ის ტრანსმისიის შიდა დეტალები არასწორი ექსპლუატაციის გამო წყობრიდან გამოსულა. რაც შეეხება დადებით მხარეებს, აქ Suzuki-ის მართვის სიამოვნება და აწყობის ხარისხი უნდა ვახსენოთ. 4-კარიანი მოდელის შეძენის შემთხვევაში კი მას მეტ პრაქტიკულობასაც შესცემთ. ასევე აღსანიშნავია Swift-ის სადა და კოხტა დიზაინი, რაც ავტომობილის ხასიათს იდეალურად ერწყმის. 2011-2017 წლების Kia Rio. მოიცა, გამძლე პირველი ავტომობილების სიაში სამხრეთ კორეული მანქანა შევიყვანეთ? თუ ახლა ფიქრობთ, რომ ცოტა ავურიეთ, შენ ახლა ნუაურიე, გაიგე? გვადროვეთ ბატონებო და ყველაფერს გაიგებთ. 2011-2017 წლებში გამოშვებული Rio იმ პერიოდის მანქანაა, როდესაც Kia საიმედო ავტომობილების გამოშვება დაიწყო. სამხრეთ კორეული გიგანტის შემადგენლობაში Rio ყველაზე მარტივი კონცეფციის მოდელი გახლავთ. ტექნოლოგიური და მექანიკური სიმარტივე გამძლეობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამას დაუმატეთ Kia-ს ცნობილი დიზაინერული სკოლაც და თქვენ ერთ-ერთ საუკეთესო თანამედროვე საოჯახო ჰეტჩბექს მიიღებთ. მას როგორც კუპე, ისე 4-კარიან ვერსია შეიძენთ. რა თქმა უნდა, პრაქტიკულობით 4-კარიანი ალტერნატივა გამოირჩევა. სიის სხვა მანქანების მსგავსად, Rio-ც ძრავების მრავალფეროვანი კონფიგურაციით გამოვიდა. ბენზინის ძრავიან მოდელებში ორი არჩევანი, 1.25 ლიტრიანი და 1.4 ლიტრიანი აგრეგატები გექნებათ. ორივე თანაბრად გამძლეა. უფრო ეკონომიური 1.25 ლიტრიანი ვერსია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ თქვენი პრიორიტეტი ხარჯების კიდევ უფრო შემცირებაა, მაშინ 1.1 litrიანი, 3 ცილინდრიანი, 74 ცხენისძალიანი, დიზელის ძრავიანი Rio შეძენაზე უნდა დაფიქრდეთ. აქედანვე გაგაფრთხილებთ, რომ მოდელის ეს ვერსია ზარმაცაზე ნელი და ზანტია. თუ ვინმეს გადასწრებას დააპირებთ, გახსოვდეთ, რომ ამაში ზურგის ქარიც უნდა გიწყობდეთ ხელს. მიუხედავად ამისა, როცა ავტობანზე გახვალთ, ეს ავტომობილი 3 ლიტრზე ნაკლებ საწვავს მოიხმარს. კარგი ამბავი ისაა, რომ ამ Kia-ს შეძენისას შესაძლოა 1.4 ლიტრიანი დიზელის ძრავიან მოდელსაც გადააწყდეთ. აქამდე განხილულ ავტომობილებთან შედარებით, Rio ტევადობითაც გამოირჩევა. ანუ რა გამოდის? საქმე იდეალურ მანქანასთან გვაქვს? არა. ახლა მინუსების ჩამოთვლასაც დავიწყებთ. მიუხედავად იმისა, რომ Kia-მ ამ მანქანაზე 7 წლიანი საგარანტიო ვადა გასცა და ამით დიდი თავდაჯერება აჩვენა, Rio-ს აქილევსის ქუსლად კონდიციონერის სისტემა მიიჩნევა. როგორც ირკვევა, წყობრიდან კომპრესორი გამოდის, რისი შეკეთებაც 10 და 20 ლარად არ ხდება. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ სერვისის ისტორიასაც. განსაკუთრებით დიზელის ძრავიან მოდელებში, ასე ტურბინის გაუმართავობას აიცილებთ თავიდან. რომ შევაჯამოთ, გამძლე პირველი ავტომობილის სიაში Rio ძალიან კარგი არჩევანია. ახლა კი შემდეგ მოდელზე გადავიდეთ, რადგან ცოტაც და სამხრეთ კორეული ავტოინდუსტრიის ზედოზირება დაგვემართება. 2011-2016 წლების Honda Civic. სიის მომდევნო წევრი Honda Civic-ია და ეს არავის უნდა გაუკვირდეს. ამ წარმოებელმა სახელი როგორც სპორტული, ისე საიმედო ავტომობილების შექმნით გაითქვა. ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში Civic დამწყები მძღოლებისთვის საყვარელი ავტომობილია. ის გამძლეა, გაბარიტებშიც მცირეა და ამავდროულად ეკონომიურიცაა.
აქამდე ჩამოთვლილი მოდელების უმეტესობა თუ Fiesta-ს არ ჩავთვლით, მხოლოდ hatchback ვერსიებად გამოდიოდა. შესაბამისად, მათთვის, ვისთვისაც სედანი უფრო ლამაზად გამოიყურება, Civic-ზე გამოჯრილია. 2011-2015 წლებში წარმოებული მეცხრე-თაობის შეძენა 1.8 ლიტრიანი ბენზინის, 2.0 ბენზინის და 1.5 ლიტრიან ჰიბრიდ ძრავებითაა ხელმისაწვდომი. ამასთან ერთად არსებობს უფრო მძლავრი SI ვერსიაც, რომელიც 2.4 ლიტრიანი აგრეგატითაა წარმოდგენილი. თუმცა ამ უკანასკნელს $5,000 ვერ შეიძენთ. ის უფრო ძვირი ღირს. ჩამოთვლილთაგან ყველა მოდელი უაღრესად საიმედოა, თუმცა მათგან საუკეთესოს გამორჩება მაინც შეიძლება და ეს 1.8 ლიტრიანი აგრეგატია. თუ თქვენთვის პრიორიტეტი მხოლოდ საწვავის ჩასხმა და გაუჩერებლად სიარულია, მაშინ ეს ძრავა საუკეთესო არჩევანია. ეკონომიურობის კუთხით 1.5 ლიტრიანი ჰიბრიდი გამოირჩევა, მაგრამ აქ ლითიუმ-იონის ბატარეების რესურსია გასათვალისწინებელი, რაც ყველა მეორეული ჰიბრიდული ავტომობილის აქილევსის კურსლია. მათი შეცვლა გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ შეძენამდე ელექტროსისტემა ძირფესვიანად უნდა შემოწმდეს. იმ შემთხვევაში თუ პირველი ავტომობილის შეცვლის დიდი ენთუზიაზმი არ გაქვთ და ცხოვრებაში სიახლეების წინააღმდეგი ხართ, Civic-ი იმედებს არასდროს გაგიცრუებთ. 2007-2011 წლების Toyota Camry. გამძლეს სედანებზე საუბრისას, Toyota Camry-ს თამაშგარე დატოვებამ კაცრად რომ დაიჭებოდა კარგად ვიცოდით. ამიტომ თამაშგარის ზღვარზე თამაშისგან თავს შევიკავებთ. ერთი შეხედვით, პირველი ავტომობილი გემივით არ უნდა იყოს. მისი ვიწრო ადგილებში დაპარკინგება ხომ არ უნდა გაგიჭირდეთ. თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ყველა ადამიანი მცირე ზომის ავტომობილში უბრალოდ ვერ ეტევა. ან ავტომობილის დიდი გაბარიტების სხეულისგან განსხვავებით საერთოდ არ აწუხებთ. პირიქით, მათ დიდი ავტომობილით გადაადგილება თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებთ. დამწყები მძღოლების ასეთი კატეგორიისთვის 2007-2011 წლებში გამოშვებული Camry იდეალური მანქანაა. ის მოსაწყენად საიმედო, თინეიჯერი ავტომოყვარულისთვის კუზენელი და გლდანებით არაშთამაგონებელია. XV40-ის კოდური სახელით გამოსული მოდელი 2.4, 2.5 და 3.5 ლიტრიანი აგრეგატებით გამოდის. ამ სამი აგრეგატიდან ყველაზე ნაკლებად 2.4 ლიტრიანს გირჩევდით, რადგან ის ეგრეთ წოდებული ზეთის ჭამისკენ არის მიდრეკილი. ამ ძალოვანი აგრეგატით 2007-2009 წლამდე წარმოებული მოდელები გამოდიოდა. 2010 წელს კი Toyota Camry 169 ცხენის ძალიანი 2.5 ლიტრიანი 2 ARF-ით აღჭურვა, რომელმაც ბაზარზე საუკეთესო სტატუსი დაიმსახურა. 3.5 ლიტრიან 6 ცილინდრიანზე კი საკებარის გარდა ვერაფერს ვიტყვით. თუმცა ხო, საწვავს მოიხმარს მადიანად. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ თაობის Camry მეორეული ავტომობილების ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესოა და თუ მისი მცირე მინუსები და დიდი გაბარიტები თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენგან მწვანე შუქი გაქვთ. 2012-2014 წლების Prius C. მართვის მოწმობა ავიღე, ახლა ხან და რა მაკავიკიდო? Aqua Prius-ი. Baby, ik admoedi man kan ik dan eens jartelo was pizza. Ciao, Barito. Ciao, Bari. ეხა სრაზუ გაზავშენკენ? ირენა, გაისმανε და იმ პრიუსიზე რომ ბაზრობდით დავადგეთ. Ciao, Bari. შელევეკატა. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სკეს, ჩესტს და პიროვნების სხვა განმასხვავებელ ნიშნებს. Prius C, C ანუ City, ანუ ქალაქი. იგივე მისი იაპონური ტყუპის ძალი. Aqua, ყველას ხავს, განსაკუთრებით დამწყებ მძღოლებს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მანქანა ჩვენი თაობის Mercedes V124-ია, რომელსაც თავისი საიმედოობის გამო ჩვენი მამები და ბაბუები უნამუსოს ეძახდნენ. თუმცა Mercedes-ისგან განსხვავებით, Toyota-ს ჰიბრიდული hatchback-ი უნამუსოდ ეკონომიურიცაა. ავსეთ ამ მანქანის საწვავის ავზი. დაინიშნეთ გავლილი მანძილი. აჩვენეთ ეს ციფრი მსოფლიოს და
ომი აღარ იქნება. ხუმრობათა მთელი კასკადი იქით იყოს და ამ სამყაროში იდეალური რომ არაფერია, აქაც შეგახსენებთ. როგორც რამდენიმე წუთის წინ გითხარით, ყველა ხანში შესული ჰიბრიდული ავტომობილის პრობლემა ბატარეების ვარგისიანობაა. ლითიუმ-იონური ბატარეების შემოწმებასთან ერთად ყურადსაღებია ABS-ის ბლოკიც, რომელიც ჩვეულებრივ პრიუსთან შედარებით იშვიათად ფუჭდება, მაგრამ თავის შეხსენება C-შიც სჩვევია. თუ ამ პრობლემებისგან თავს დაიზღვევთ, თქვენ ხელში მართლაც რომ გემრიელად მოსახმარი ავტომობილი აღმოჩნდება, რომელიც თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. საუკეთესო მეგობრებს კი ერთი რამ ახასიათებთ: არასდროს გხალატობენ. არასდროს. ამ ბედნიერ ნოტაზე ჩვენი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. მოგეწონათ ვიდეო? რომელ ავტომობილს შეიძენდით $5,000 საქართველოში? ახალ ბედამძღოლებისთვის იქნებ ჩვენი სიის მიღმა აღმოჩნდა ასეთი მანქანა. ნებისმიერ შემთხვევაში დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ჩვენ თქვენს ჯანსაღაზრებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. აბა, გელოდებით.